მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს გამოვედით ისევ სანადირად, 26 სექტემბერია, საკმაოდ კრილი დღეა, თუმცა ამზე გამოდის და დაწყება. ხვალიდან უკვე მოსალოდნელია წვიმები კახეთში და ნახოთ, აბა რას ნახავთ დღეს. ეს ადგილები არის ადგილები, სადაც წინაზე მაგრად ვინადირე, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე გაციბული გვაქვს. ანუ აღარ არის ისეთი კარგი ადგილი. ნახოთ, აბა აი იქნება. ჩემი ძაღლი რაღაცას კი ეძებს, მაგრამ ბალახი დაბალია, თუმცა ძურწაა, საკმაოდ წამოსული. შევხედავთ როგორ ვინადირებთ. იმედი მაქვს, კაი ნადირობა გამოგვივარა. მარტო ვარ. სამწუხაროდ არავის არ ეცალა დღეს. ჩემთან ერთად გამოსასვლელად და მარტო გადავწყვი და გამოსულიყავი. ახი? ახი? ოჩახ, ნახე მიდი. მანდარი, მომიტანე. დეჭ მიდი, მომიტანე. ოჩახ, ჩემი გოგო, ოჩახ, კარგი ხარ. აი, მეგობრებო, ერთ წელი ავიყვანეთ. სექტემბრის მწყერი. დეჭ მიდი. მიდი მანდარი, მიდი. მანდარი. დეჭ მიდი. აი, ჩავარდა ბიჭო. დეჭ მიდი. აი, დეჭ, ყოჩა. კარგი ხარ, მომიცი, კარგი. ყოჩა. მეორე მეგობრებო. ეს ამოიყვანა რომ ერთ დავინახე რა ნორმალურად, მაგრამ სროლა მაინც მოვასწარი. საბედნიერო წინ გამომიტარა. და მაგითო ვესროლი, თორე სხვა მხარეს უწევდისულიყო. ვერ შესროდი. ეხლა ფიქრობდი რომ იბრუნდე მეთქი უკან და სხვა ადგილი მოძებნო და უბრალოდ მაგ დროს ამოფრინდა ეს მწყერიც რა. ნახე მიდი. შენია. დაიჭირე, მომიტანე. მიდი. ნახე. მიდი მანდარი, მიდი. მან ჩავარდა ბიჭო, რატო ვერ აპოვლებ. მიდი, აი, კარი. აი, ჩავარდა, აი. დიჭი. ოჩახ, მომეცი, კარგი, გოგო. მესამე მეგობრებო, ამაზე ცოტა ახლა მომივიდა. თუმცა არ არის მაინც გაფუჭებული ხელში როგორც აუგზნობ. არა, გაფუჭებულია. ძალიან არ არის დანგრეული. ახლა ნახავ თუ არა კიდე რამეს. ნახე მიდი. მიდი. ახი? ოჩახ, დაიჭი მიდი. მიდი ნახე. მიდი მანდარი. დაიჭი მიდი. მომიტანე. მოდი ჩემთან. მოდი ჩემი გოგო, მოდი. ოჩახ, კარგი. ეგრე წავიღე. დაიჭი მიდი. ოჩახ. დეჭი. მომეცი.
Xoch, კარგი ხარ. Იცი? აი, xoch, მოდი აქ. აი, მეგობრებო, უცბად ესე 2 წელი ლამაზე დავიღეთ მე და ჯესი. მედი ნახე, მედი. მედი ჩემი გოგო, მედი. ნახე? დიჯი მედი. Xoch, დაიჯი. დაიჯი, მომიტანე. მოდი ჩემთან, მოდი. კარგი ხარ. ესეც მესამე მეგობრებო, ჯესი შემოყვანილი. შვენივრად მუშაობს. უცბად ამ პატარა მინდორში 3 წელი ავიღეთ. ნახტება. კიდე ნახავთ თუ არა კიდევ რამეს. მოდი აქეთ. Qochaq ჯესი, qochaq. რა მაგარი გოგო ხარ რა. აი, კარი სადღაც მენი. აი, კარი სადღაც. აი. მიდი, აი, ჩავარდა. მიდი. დიჯი, მომიტანე. მოდი ჩემი გოგო, მოდი ჩემი ლამაზი, მოდი, qochaq. მეოთხე მეგობრებო. ინაღამ დავკარგე. იმიტომ რომ ძაღლს ყურადღება არ მიმაქცია შესაბამისად, როგორც საჭირო იყო. თუმცა ავიღეთ მაინც ჩვენიერი ყოჩახ ჯესი, ყოჩახ. შორდა ნავიდა. არ დააჩადა. ახი? მიდი მანდარი. მიდი. ეგრე. ყოჩახ ჯესი, ყოჩახ. არა გავაფუჭეთ. მან გავაფუჭეთ. და საკმაოდ მოხდა. ჩავარდა აი კაი. აი ვიპოვეთ. აია, ძალიან არ არის შოთაშორის აუთელი თავი დანგრეული აქვს. ერთ წელი ღალღაც ავიღეთ. წელს შოთაშორის. და გითხრათ რომ არის პირველი ღალღა თავი წულ ჩამოვიდო ესე უნდა არ ვიცი 혹 თავი აღარ აქვს. ეგრე, ყოჩახ ჯესი. ახი. ჯეს, ფეხები დაკიდა მაგრამ. დავიდე. ახი. ახი მიდი. აკი. აი, კარი სადღაცას აი. აი, მას ჩავარდა. აი. მოდი აი ჩავარდა სადღაც აი. ახი. ახი მიდი. მორჩი მოკლედ ბიჭებო ნადირობას. და დიდად კმაყოფილი არა ვარ ისევ რა სტანდარტულად კმაყოფილი არა ვარ. პირველი ნადირობა ვინადირე ანუ მეორე ვიდეო მიდევს მე სხვათა შორის მეორე ნადირობას და 15 წელი ამიავიღე იმ ადგილებში და მან დავიღე 3 წელი ყავ. ანუ აღარ იყო ის რაოდენობის მწყერი რაც ადრე იყო რა ფაქტურად 3 ამომივიდა 3-ვე ავიღე.
ხო და მეორედ ვინადირე. ეხლა სადაც ვიყავი. კარგი ადგილები იყო აქაც, თუმცა მწყერი რა თქმა უნდა აქაც არ არის. სულ ამომივიდა 8 წელი მწყერი, უბრალოდ 7 მწყერი და 1 ღალღა. აქედან 4 მწყერი ავიღე და 1 წელი ღალღა ავიღე. 2 წელს, ანუ 2 წელი დავკარგე, 1 წელს შორს ვესროლე და ვერ მოვარტყი რა. 1 წელი სიმინდებში წამივიდა, ფეხები დაკიდა და ბეძები გადავანგრე იქაურობა და ვერ ვიყავი, ანუ ადგილი ვერ ვინიშნა, სად ჩავარდა, ცოტა მოშორებით ჩავარდა. მეორეს რაც შეეხება, რავი, ჩემიდან ჩავარდა სადღაც 15 მეტრაში. მაგრამ ვეძებე და ვერ ვიყავი ვერანაირად რა. ხო და სამწუხაროდ ეს იყო ჩემი დღევანდელი ნადირობა. წელს რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, დიდად კმაყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ სადაც ვიყავი, ყველგან ეს აქა-იქა ამოდის 5, 6, 7, 8, რა ვიცი, აი ძალიან ცუდი სეზონი მაქვს პირადად მე, ბოდბეშიც ვიყავი კაჭრეთშიც. ხო და ყველგან ერთ და იგივე სიტუაცია რა, ეხლა ბოდბეში მინდვრები არ არის და წარს შესაბამისად მწყერი არ არის. კაჭრეთში მინდვრები იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო. იმდენი ხალხი იყო, რომ 2 მინდორი მოვიარეთ და გამოვედით. ასე რომ წელს მინდა ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი სეზონი წელს ჩავარდა მწყერზე ნადირობის. ეხლა თქვენ არ ვიცით, ვინ სად როგორ და რანაირად ნადირობთ, მაგრამ მე ჩემი ვიდეოები რაც დევს, რო გადახედოთ რა მოვინადირე, ამას მე ვიძახი ჩავარდნეს, იმიტომ რომ შარშან, რავი, სამაგდენი ავიღე და შარშან წინაც რა. ხო და წელს 70-ს გავწდი, მაგრამ ბევრი არ არის ეს რა, დამჯერეთ ბევრი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდივარ და ეხლა თქვენ შეიძლება ერთ ვიდეოში ნახულობთ ზოგ ნადირობას, მაგრამ ზოგი ნადირობა არის ერთი ვიდეო არის უბრალოდ 2 ნადირობა რა. აქედან გამომდინარე, ეგ არ არის შედეგი რაც უნდა იყოს რა. სამწუხარო რეალობა გვაქვს ეს კახეთში რა. მე ყოველ შემთხვევაში მე მაგდ ეხლა ვინ სად და როგორ ნადირობს არ ვიცი, ანუ სადაც ნადირობდი წინა წლებში და სადაც ძალიან ბევრი მწყერი იყო, ისე იქ დავდივარ იმ ადგილებში, სხვა ადგილებიც ნახე, მაგრამ პირველი 2 ნადირობა ვინადირე, მწყერი იყო, თუმცა 2 ნადირობით რა გამოვა, არაფერი. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი და ლაიქეთ. კიდევ ბევრი უყურებთ ისე რომ არ გაქვთ გამოწერილი და თხოვნა იქნება რომ გამოწეროთ რა. აბა, კარგი ნადირობები, თანქათმის სეზონიც მოვიდა უკვე 2 ოქტომბერია დღეს. გადაფრენაზე არ გადმოდის ჯერ დიდად, 1-2 წელი სადღაცა გადმოვა, ადრეა ჯერც და იმედია გამოჩნდება კიდევ რამე რა. ეხლა აი ეს სიმინდებია უმეტესობა კახეთში და იმედი მაქვს რომ სიმინდები რო გაიჭრება, მწყერიც უნდა გამოჩნდეს და ცოტა რაღაცა კიდევ ნახო მეთქი რა. აბა, დროებით და მომავალ ნადირობამდე.